Suplevat dacvis dre, 10 დეკემბერია და ჩვენ ტრადიციულად გასულ წელს ვაჯამებთ ხოლმე 10 დეკემბერს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას ქვეყანაში. ახლა გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ანგარიში, რომელიც აფასებს 2025 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას, როგორც წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს. 2025 წელი შეზღუდული თავისუფლებების წელია, რაც ნიშნავს, რომ ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლებების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე, გაერთიანების თავისუფლებაზე. ეს ის უფლებებია, რომლებიც დემოკრატიის ფუნქციონირებას უწყობს ხელს და როდესაც ეს უფლებები იზღუდება, ეს გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, სხვა უფლებრივ მდგომარეობაზე, სხვა უფლებების თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე. ანგარიშის მიხედვით ამ წლის განმავლობაში გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ძირის მიზანმიმართული გამოთხრა სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუარესებით, ფიზიკური ძალადობით, უსაფუძვლო დაკავებებით, დაჯარიმებებით, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულებით, დეზინფორმაციის კამპანიით და ასე შემდეგ. რეპრესიების განსაკუთრებულ სამიზნეს სწორედ ეს ინსტრუმენტული უფლებები წარმოადგენდა, როგორებიც არის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და გაერთიანების თავისუფლებები. ანგარიში ცხადყოფს, რომ რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა გამოხატვის თავისუფლება, როგორც აღნიშნე, მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, მათ შორის საჯარო მოსამსახურეების და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის აკრძალვით, ცივის წარმოებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის დაცვის გარანტიების შესუსტებით, მაუწყებლობისთვის უცხოური დაფინანსების მიღების ბლანკეტური აკრძალვით, სასამართლოებში მედიის საქმიანობის შეზღუდვით, ასევე გაუარესებას განაგრძობდა შეკრების თავისუფლების მდგომარეობა. ქართულმა ოცნებამ არაერთი ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი ცვლილებები შეიტანა, როგორც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში, გაცილებით გაუარესებულია მდგომარეობა წინა წელთან შედარებით, გაზრდილი ჯარიმების ოდენობით და მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასა და ასევე შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციებით, რომელიც თავისი სიმძიმით უტოლდება სისხლის სამართლებრივ დასჯას. ზოგადად ამ ქმედებების შეკრების თავისუფლების კრიმინალიზებასაც კი შეიძლება შევადაროთ და გაუთანაბროთ. ასევე გაერთიანების თავისუფლების კუთხით, როგორც იცით, სიტუაცია მკვეთრად გაუარესებულია. 2025 წელს რეპრესიული კანონებით შეიზღუდა გაერთიანების თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აღარ ეძლევათ თავისუფლად საქმიანობის შესაძლებლობა. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა ასევე პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. 2024 წლის გაზაფხულიდან 2025 წლის სექტემბრის ჩათვლით 79 პირის მიმართ მიმდინარე საქმეზე, სისხლის სამართლის საქმეებზე პირველი ინსტანციის სასამართლოებში დაკვირვებამ, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებდა, აჩვენა, რომ აქტივისტების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენება მიმართულია არა მხოლოდ კონკრეტული შესაძლო დანაშაულის აღკვეთისკენ, არამედ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე ზეწოლისკენ. 2025 წელსაც გრძელდებოდა დემონსტრანტების არასათანადო მოპყრობა, კვლავ დაუსჯელები რჩებიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში სისტემურ წამებაზე პასუხისმგებელი პირები. ანგარიში ასევე ანალიზებს თანასწორობის უფლების რეალიზებისა და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას და გაუარესებულ ვითარებას ამ თვალსაზრისითაც და ასევე საყურადღებოა, რომ მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიების ფონზე უგულებელყოფილია ისეთი უფლებების დაცვა, როგორც არის სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებები და ამ თვალსაზრისითაც ანგარიში ასახულია არაერთი შემთხვევა, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენი შეფასება გვაქვს გაკეთებული. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მომზადება ორგანიზაციის თანამშრომლებს უწევდათ იმ რეალობაში, როდესაც საია ხელისუფლების მტრული დამოკიდებულების ქვეშ ფუნქციონირებდა, ხოლო პროპაგანდისტული მედია საშუალებები და თანამდებობის პირები შემზღუდველ კანონმდებლობასთან ერთად მუდმივი თავდასხმების ქვეშ აყენებდნენ უფლებადაცვით საქმიანობას, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. ჩვენი ანგარიში ხელმისაწვდომია სრული ტექსტი გამოქვეყნდება და შეგიძლიათ უფრო მეტი დეტალები თვითონ უშუალოდ ანგარიში ნახოთ. კითხვები გაქვთ, სიამოვნებით.